გამარჯობა, ეს არის ჩვენი მეორე ვიდეო ჩვენს არხზე. მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის, რომ ავედით 100 გამომწერს, ავედით 100 ლაიქზე. დღეს კი შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოს. ვიდეო არის 2+1, ანუ 2 კაცს გექნება 10 ლარი და 1 კაცს გექნება 20 ლარი და უნდა გადავრჩეთ რამდენიმე საათი. და ეხა სპინი არჩევს ვინ იქნება გამარჯვებული და ვის ეხება 20 ლარი, ამიტომ დავადრეალთ. და გამარჯვებულია სამტვერა. როგორც ჩანს, სამტვერა მიიღებს 20 ლარს და ჩვენ ორი გლეხურად დავждებით მე და შევჭამთ. როგორც გამარჯვებული მე ვარ, მივიღე ჩემი კუთვნილი 20 ლარი. დიდარი ვარ. A few moments later. მოკლედ, ეხლა ჩვენ ორი დავჭით და ეხლა წავალთ ბანკომატზე ფული გამოვიტანოთ, რადგან ბარათზე გვაქვს. და წავრეთავა. მოკლედ შევუკვეთა შაურმები და ვიყიდე ერთი კოლა. ეს ყველაფერი იყო 11 ლარის და დამჭი 9 ლარი. 9 ლარის განმავლობაში გავერთობი რავი, ამის ვის და წვენს დავლევან ამის 1 წლის განმავლობაში რა და დაგიბულდებით მალევე. ეს ჩვენი შაურმები მოვიდა. ორივე სოლარიანები საკმაოდ დიდი ზომისაა. მე ხა შევჭამთ რა და დაგიბულდებით მალევე. ჭამა დავასრულეთ. ახლა კი მინდა მადლობა გადაგეხოთ იმისთვის, რომ წინა ვიდეოზე ავედით 100 გამომწერზე, ავედით 100 ლაიქზე. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თუ ამაზეც ამ ვიდეოზე წავალთ 200 გამომწერზე და 200 ლაიქზე. თუ რა თქმა უნდა შევძლებთ. გარდა ამისა, მადლობელი ვიქნები თუ ჩვენზე გააკეთეთ პატარ-პატარა ვიდეოებს, დადებ TikTok-ზე და მოგთვაგოთ. ჩვენ გვაქვს ახლა ჩვენი საკუთარი TikTok არხი, აი აქ ამონათდება. ხო და მადლობელი ვიქნები თუ ჩვენზე ვიდეოს გააკეთეთ და გაგვაპირებთ. ესე იგი მეგობრებო, ვიყიდეთ წყალი, 2 ცალი, დაგვრჩა 8 ლარი და ხა 8 ლარით რამე საჭმელს ვიყიდით და კიდე რაღაცებს და დავლეთ წყალს და რა წავედით რა. მოკლედ დამოვიწყდა რომ გითხრათ რომ გამოიწერთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. მადლობას გიხდით 100 გამოწერისთვის და 100 ლაიქისთვის. ახლა კი მივდივართ მაღაზიაში და ავარჩევთ რამდენიმე მაღაზიაში შევა და რომელგანაც უფრო იაფი იქნება, იქ დავითრებთ რამეს. ეხა შევდივართ კალათაში, ვიყიდოთ რამე საჭმელი იაფად და თუ არ იქნება გადავალთ შემდეგ მაღაზიაში და დალექით ვშევ და მომეწეთ. როგორც გადავთქვით, პირდაპირ ჩიპს და რაღაცას, ჯამში არის ეს ჩიპსი ღირს პასტაკლებით 2.30 და ეს 2 ლარი. წავედით და ვიყიდეთ ხა. მოკლედ, როგორც წინა კადრში ნახეთ, დავითრიეთ ჩიპსი და რა ხრუსტიმი და ეხლა გეტყვით რამდენი დაგვრჩა. მოკლედ, გქონდა 10 ლარი და ახლა გვაქვს 3.55 თეთრი. მოკლედ, ვიყიდეთ ენერგეტიკული. ღირდა ლარი და 70 და დარჩენილი თანხა შეადგენს 7.30. ეხლა ვეცდებით რომ ცოტაოდენი გავერთოთ და რა ვიცი, აი, შევხედოთ რა სიტუაცია იქნება. სინამდვილედ უნდა იხაროთ ეს თანხა. ახლა კი მინდა რომ გაგაცნოთ ჩემი კამერამენი და რამოდენიმე სიტყვით მოგახსენებთ ესეთ სიტუაციას. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ კამერამენი. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ წინა ვიდეოს გამოხმაურებაზე, რაც ჩვენი მიზანი იყო შესრულდა და იმედია დღევანდელ ვიდეოშიც რაც გვაქვს მიზანი, ეგ მიზანი შესრულდება. მადლობა. მეგობრებო, დავიღალეთ. ამდენი ვიარეთ. მივდივართ 9 აპრილზე, ცოტა ფეხი გავშალოთ, დავჯდეთ. შევჭამთ ამ ჩიპსებს და რავი კიდე დაელოდეთ სხვა ვიდეოებს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო. ამ ვიდეოს გვინდა დაახლოებით რა 200 ლაიქი გვინდა და მადლობელი ვიქნებით თუ მივალთ ავალთ 200 ლაიქზე და რავი. ესე იგი ვჭამეთ ჩიპსი. მოგწყურდა.
და შევათეხ მაღაზიაში ვიყიდით წყალს და ნუ ფული გვითავდება. დაგვრჩა 3.55, მაგრამ რას ვიზავთ ახლა? წყალი გვინდა რა. წავედით ახლა დავლევთ და მე რავი რამეს ვიზავთ რა. წავედით. მოკლედ დავიჭრეთ 2 კოკოლა. და დაგვრჩა 15 წუთი, ანუ არაფერი არ დაგვრჩა 15 წუთი, ვერაფერს ვერ გააკეთებ გურჯაანში. ნუ სხვაგანაც და გონი მორჩა ჩვენი გართობა. ახლა თუ რამე უფასო ნახეთ, იმას გავაკეთებთ თუ არა და არ ვიცი. წავით. მოკლედ, დარჩენილი თანხით გადავწყვიტე, რომ ისევ ძაღლებისთვის მეყია საჭმელი. გართობას მირჩევნია არ ვიცი, ჩვენი 4 მეგობრები გავახაროთ. და ეხლა რავი რა, ნუ სულ 4 ცალია, მაგრამ სადაც გავავიდა და დავინახავ.